ეხლა მახსენდება რაც ერთი ძველი იგავია თუ ბრძენთან დიალოგია, რომ აცაო ჩემი შვილიო 1 წლის არისო და როდის დავიწყო მისი ახსნა. კი არა და ჩემი მეუღლე ორსულად არისო და რამდენი ბავშვის დაბადებიდან რა პერიოდში უნდა დავიწყო ბავშვის ახსნაო და ბრძენი პასუხობს რომ გადაგიგვიანეაო. რეალურად ჩობლობა იწყება ბავშვის ჩასახვამდე. აი შალვა ამონაშვილმა ზუსტად ეგრე. იმიტომ რომ ბავშვი ჯერ იბადება მშობლების აღქმაში და მეხსიერებაში. და აქ იწყება ყველა საინტერესო პროცესი, რა ფუნქცია და მიზანი აქვს ბავშვს მშობლის აღქმაში. რა მისია აქვს? და აქ შეგვიძლია ორად გავყოთ. უფრო ჯანსაღი მიდგომა შედარებით და შედარებით საყოველთაო მიდგომა, რაშიც ყველანი ვიხარშებით სამწუხაროდ. მე შვილი მჭირდება იმიტომ რომ რაღაც დანაკლისები შემივსოს. მაგალითად სიბერეში მომხედავს. ჩემი გაგრძელება, ანუ რასაც მე ვერ მივახციე, იმას მიაღწევს. რაც მე არ გამოვიდა, იმას გამოუვა. ყველაზე დიდი შეცდომა ალბათ. ხო, საკუთარი ოცნებების რეალიზებას რო შვილში ვცდილობთ. ამაში ვართ, მოდი ვიტყვი 99.9% ადამიანების, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ თუ გვაქვს დეფიციტი რაიმე ცხოვრებაში, ავტომატურად ამ დეფიციტს ავსებს ვინ? ვინც უპირობოდ დათანხმდება ამასთან. ნუ პატარა ბავშვი დათანხმდა სხვა რა გზა აქვს, ხო? მეორე ჯანსაღი მიდგომა არის არა დეფიციტით შექმნა, ანუ დეფიციტიდან წამოსული შვილის სკოლის, არამედ პროფიციტი. პროფიციტი ნიშნავს, რომ მე მაქვს ძალიან ბევრი ენერგია და მინდა ჩავდო. ინვესტიცია არ არის ეს, ინვესტიცია რა არის? ხო, ინვესტიცია რომ ჩავდე და უნდა ამოვიღო. ეს არ გაცემა უბრალოდ, უპირობოდ გაცემა. და ეს მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც თავის ცხოვრება დალაგებული აქვს და დაწყობილი აქვს. აი, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, პლუსში ხარ შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყველაფერი დაალაგე, მოაგვარე, არც სიყვარულის ნაკლებობა გაქვს, არც რეალიზაციის ნაკლებობა გაქვს, არც ბედნიერების ნაკლებობა გაქვს.